Ბევრი თავი რო არ შეგაწყინოთ, დავიწყოთ პირდაპირ საუბარი ჩემს სტუმართან, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანია და განსაკუთრებით მათ, ვინცაც ქართული ფეხბურთი აინტერესებთ, აუცილებლად დაიმახსოვრეთ მის სახელი და გვარი გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მალე ის ბევრს იტყვის და ბევრს გეტყვით თქვენ და მე ღრმად წამს, რომ ადრე თუ გვიან ეროვნული ნაკრების მაისურსაც მოირგებს. მოკლედ, სანდრო ნანიმაინძე, ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმარი, ადამიანი, რომელიც თამაშობს და იცავს ჟილინას მაისურს, იგი წამოვიდა აქ იბერიადან, სხვათა შორის წლის ბოლოს დაჯილდოების ცერემონიაზე, არც მეტი, არც ნაკლები, მან როგორც 19 წლამდელებს შორის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო ლეგენდარული ქართველი ალექსანდრე ჩივაძისგან. 6 თვეა სანდრო უკვე იმყოფება ჟილინაში, იცავს ადგილობრივი გუნდის ღირსებას და სწორედ მასთან ვისაუბრებ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე. სანდრო, მადლობა რომ ხარ ჩვენთან. სკამი კი არ არის შენთვის უცხო, ხო? შენია, თუმცა ეს აუცილებლად საინტერესოა, ხო? ესეც რო გავაკეთოთ აქცენტი 21 წლამდე ჩემპიონატი, რომელიც 11-დან აიწყებს სტარტს და წინა სიტყვაობაში მე უკვე გითხარით, რომ ამ მოედანზე საქართველოს ნაკრები ორ თამაშს ჩაატარებს. მოკლედ, შენ და ჟილინა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა ესეთ საქებარი სიტყვებისთვის, რაც თქვენ თქვით ჩემზე. ჟილინაში გადმოვედი იანვარში და რავი, თავიდანვე რაც ვიგრძენე პირველ რიგში ვარჯიშებზეც ტემპი მაგარი განსხვავებული იყო საქართველოსთან შედარებით. და რა თქმა უნდა, ჩემპიონატიც უფრო ბევრს დარბიან, უფრო მეტი ენერგიას ჩადება გიწევს თამაშებში და ხედავ შედარებით განსხვავებას საქართველოს ჩემპიონატზე. შენ მითხარი, ანუ ვისაც მეტი ჯანი აქვს, ის იგებს, ეს პრინციპია? არა, ეგრე არ არის. რა თქმა უნდა, ინტელექტით საჭიროა, ფეხბურთში ყველა რა ქვეყანაში უნდა იყო ინტელექტი მთავარია, მაგრამ ინტელექტთან ერთად სისწრაფეები და ჯანიც აუცილებლად საჭიროა. ანუ აქცენტი ფიზიკურ დატვირთვაზე მაინც გეთებ. აი შენ როდესაც ორთაბრძოლებში შედიხარ, მაგალითად, ზოგადად სლოვაკები ისედაც გენეტიკურადაც ძალიან ისეთი ძლიერები არიან და მინდორზე ჩანს ეს ყველაფერი. რთულია მათთან ორთაბრძოლა? თავიდან შეჩვევის საკითხი იყო, პირველი 3 თვე მაინც გინდა თუ არ გინდა გიჭირს და მე რო შეჩვევი უკვე ყველაფერი მარტივია, რაც არ მოძნელი იყოს. კაი, ანუ გუნდს მოერგე? კი, მოერგე. თვითონ ბიჭებმა როგორ მიგიღეს, ანუ შენთვის ეხა მოდი თქვათ პირდაპირ, არა ხარ იმას აქში, რომ ესე უცებ ჩაალაგო ჩემოდნები და წამოხვიდე, ხო, ოჯახთან განშორება, იქ მშობლები, დედა, მამა, რა ვიცი, ბევრი რამ არის და უცებ მოწყდე ყველაფერს და წამოხვიდე და დამკვიდრდე მარტო. მარტივი არ არის. კი, მარტივი არ იყო, რა თქმა უნდა, გამიჭირდა ოჯახისგან, მეგობრებისგან, საქართველოსგან მოწყვეტა. მარტივი არ არის, მაგრამ გადავახოდია ყველა ეტაპი. თვითონ ბიჭებიც სლოვაკები მაინც გინდა არ გინდა, ქართველი რო ჩამოდიხარ, ქართველი რო არავინ ყავს, ვერ ხუმრობ ისე როგორც შეიძლება, მაგრამ ყველანაირად გვერდში დამიდგნენ. მწვრთნელებიც რა თქმა უნდა ძალიან გვერდში მეტყვი ყველა ვარჯიშზე და ყველა თამაშზე მეკითხებოდნენ როგორ ხარ, რას გრძნობ ფსიქოლოგიურად როგორ ხარ და გადავლახე ეგ ეტაპი და ყველაფერი კარგად მიდის. ჟილინამდე იყო იბერია, მაგრამ იბერიაზად შევეხებ, მაგრამ კარლსრუეზე მინდა კითხო, რა იყო ეს რა ცხოვრების ეტაპი იყო შენთვის? კარლსრუეში რო წავედი, უფრო გაცნობითი ხასიათის იყო. მაინც უცხოური ფეხბურთთან გერმანია ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა, სადაც ოცნება რომ ვითამაშო. პირველ რიგში კარლსრუეს რო შევეხოთ, ძალიან მაგარი გუნდი, ძალიან მაგარი სტადიონები, ბაზა, ფეხბურთელები და პირველ რიგში რო ჩავედი, უკვე ყველა მიცოდა რომ ქართველი ფეხბურთელი ვის იყო ბუდუზე. საერთოდ ლაპარაკი აღარ. და რატო არ გამოვიდა კარლსრუეში დარჩენა სანდრო? კარლსრუეში დარჩენა უფრო იმიტომ, რომ სათამაშო დროის მხრივ ეხლა უფრო მეტი დრო უნდა მომწევოდა იბერიაში. ალბათ მე მაგას ვფიქრობ, იმიტომ რომ შედარებით უკვე ბოლოსკენ ისე წავიდა, რომ ბევრი თამაში არ მომიწია და ეხლა ბუნდესლიგა 2-ში გადასვლა ისე არ გამოდის, ხო ხდება მაინც. კი, ახალგაზრდა ვიყავი შედარებით იბერიაში რომ ვიყავი, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა საჭირო იყო გერმანიაში. კაი, მოდი რახან იბერიას თქვით, კარლსრუეზეს მეტნაკლებად ვისაუბრეთ, ეხლა მინდა იბერიაზე კითხო და რა მოგცა შენ იბერიამ, იმიტომ რომ არა იბერია არ იქნებოდი იქ სადაც დღეს ხარ, ხო? იბერიამ ყველაფერი მომცა 5 წლიდან იბერიაში, საბურთალო ერქვა მაშინ. კი. 5 წლიდან წარმოვიდგინე 14 წელი იბერიაში ვიყავი. იბერია რო არა, არც აქ არ ვიქნებოდი და არც შეიძლება ფეხბურთელი ყოფილიყავი, ამიტომ მადლობელი ვარ ყველა მწვრთნელის, პრეზიდენტის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ტრანსფერში დაგვიდგა გვერდში და
რაღაც ნაბიჯები გადადგა, ამიტომ ყოველთვის მადლიერი ვიქნები იბერიის. ძალიან კარგი, კი, აუცილებლად ფეხბურთელები უნდა განვითარდნენ თავის თავაცხადია, მაგრამ არ უნდა დაივიწყონ ის, სადაც აუთ გატარებული და სადაც ნასწავლი აქვთ ყველაფერი, სხვანაირად. რა თქმა უნდა, ფეხბურთის ანაბანი. მოდი სტადიონზე კითხავ, რახან აქ ვიმყოფებით, დაახლოებით 11000 გულშემატკივარი ჯდება იუსება ხოლმე თქვენ თამაშებზე? გააჩნია რა გუნდს ვეთამაშებთ. მაინც თუ ჩამოდის კაშო? კი, დიდი ალბათობით იუსება ხოლმე. მაგრამ ეხა ულტრასები ეს ფანები ცოტა ხანი შეჩერებულები არიან. რაღაც უთანხმოების გამო. და ეგენი ძალიან გვაკლია. ხო, ულტრასები მძიმე ხალხია, მინდა გითხრა. ანუ აქ სლოვაკეთში. ტრნავას ულტრასები ყავთ და სლოვანის. სხვათა შორის ჩვენ სლოვანის ულტრასებთან მქონდა შეხება კაშოზე, როდესაც ვაკეთებთ ევროპის ჩემპიონატის წინ გადაღებას. პრინციპში ხა ფიზიკურად არ გაგვისწორდნენ, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც ობიექტივი როცა დაინახეს, ძალიან გაღიზიანდნენ. არა აქვს მნიშვნელობა, არ კითხულობენ სლოვანის გულშემატკივარი ხარ არა, უბრალოდ მიდგომა აქვს მსგავსი. ნუ მაინც კარგია, მაგრამ სამაგიეროდ თქვენი გუნდისთვის გულშემატკივრობა საკუთარ სტადიონზე მნიშვნელოვანია რა. და ეგ გვაკლია ულტრასები რო არ არიან მაგისთვის. და აქ უყვართ გულშემატკივრობა, მაგრამ ჰოკეისაც დიდ პატივს ემო. და აი გვერდზე არის ჰოკეის სტადიონი და ეგ სტადიონი სულსავსეა. ულტრასები იქით დადიან. მითხარი, ახალი მწვრთნელი ყავთ, ხო? გერმანიაში მუშაობდა, ჩეხიაში წარმოშობით. და მქონდა საუბარი უკვე? კი, პირველი ვარჯიში ქონდა დღეს და პირველივე ვარჯიშიდან იგრძნობოდა ის ინტენსივობა გერმანული, რომელიც უნდა ქონდეს. თვითონ ჩვენმა პირველი ვარჯიში იყო გასახურებელი, მაგრამ პირველი ვარჯიშზე იგრძნობოდა ყველაფერი რა. თავის გერმანული გამოცდილება და ყველაფერი. იცი, გუშინ როდესაც ჩამოვედით, რაღაცა ქალაქზე ისეთი შტაბეშტილება დამრჩა, რომ თითქოს ყველა თავისთვის ცხოვრობს. პატარა ქალაქია, ეხცენში არ გავსვარ. მაგრამ რაღაცა კვირადღე იყო შეიძლება მაგითო ისვენებს ხალხი. რა უნდა მოგცეს შენ ჟილინაში გადმოსვლამ? ამ ასაკში იმაზე ჟილინაის გუნდი არის, საიდან შეგიძლია ტრამპლინი გააკეთო და სხვა გუნდში გადახვიდე, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვარ სლოვაკეთის ლიგაში. და ბევრ ფეხბურთელს უშვებენ ტოპ 5 ლიგებში. აი ეხლა ამ ზაფხულს წელს კი არა, ერთი კვირის წინ ტულუზაში გაუშვეს ჩვენი ნახევარმცველი. ხო, 4-იანი. 2004-იანი. კი ბატონო, სანდრო, ჩვენ მე საუბარი წინა სიტყვაობაში შეგნებულად ხაზი გაუსვირო ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გადასცა მეთქი პრიზი. რას ნიშნავს ეს შენთვის? ალბათ ძალიან დიდი სტიმული უნდა იყოს, როცა საშა ჩივაძე გაჯილდოვებს. რა თქმა უნდა, ბაბუა ჩემისგან და მამა ჩემისგან მოსმენილი მაქვს ძალიან ბევრი ალექსანდრე ჩივაძეზე და ძალიან დიდი პატივი არის ესეთი ლეგენდარული ფეხბურთელი რო გაჯილდოვებს და კომუნიკაციაში შემოდის შენთან. კი ბატონო, ახლოვდება ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს 21 წლამდე ნაკრები აქ შენ ქალაქში ითამაშებს ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას. რას ფიქრობ, რა მოლოდინი გაქვს? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, იმიტომ რომ თვითონ გუნდიც თუ ეს 2023-ში თავის სათქმელი და ეხლა ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ძლიერი ჯგუფია, მაგრამ სახელი არ თამაშობს ფეხბურთს და მით უმეტეს 21 წლამდელებში ისეთი არის, რომ თან ქართველები ისეთი ვართ ფსიქოლოგიურად და გულით რო თამაშობთ, ყველაფერია შესაძლებელი. ამიტომ ძალიან დიდი იმედებს ვამყარებ და უგულშემატკივრებ, რა თქმა უნდა, ჟილინაში თამაშობენ და ეს მოგიწევს, შენ მით უმეტეს ყველა ასაკობრივი ნაკრები ნათამაშები გაქვს, მათ შორის ყველაზე დიდი გამოცდილებაა მიღებული გაქვს 19 წლამდე ნაკრებში. ხო, აი ზოგადად რა არის სანაკრებო დონეზე თამაში, იმიტომ რომ ესეა, იწყება თქვა 15-ით, მერე იზრდება 19 წლამდელები, 21 წლამდელები და ეროვნული. შენი გზა ძალიან კარგად მიდის ამ მიმართულებით. მიდის, დაიწყო ყველაფერი გიორგი ჩიტაურის მწვრთნელობით. 15 წელს ვიყავით და ფიქრობ, რომ აი იქიდან იწყება ეს ყველაფერი და გიორგი ჩიტაურს მინდა მადლობა გადავხადო, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის ბავშვების ფსიქოლოგია მაგასაკში. და ფეხბურთელებს ისე უდგება, რომ ფსიქოლოგიურად ეს წნეხი არ აქვს ნაკრებში შემოსვლაზე და თამაშებზე. ამიტომ ძალიან დიდი მადლიერი ვარ პირველ რიგში გიორგი ჩიტაურის. და შემდეგ ვასილ მაისურაძე, რა თქმა უნდა, გამოცდილი სპეციალისტი არის, ევროპაზე გაიყვანა და ნახევარფინალში გავიდნენ ადრე U17 მის დამსახურებით და პირველ რიგში მადლობა მინდა მას გადავხადო, რომ კაპიტნის სამკლაური გადმომცა მე და მე ვიყავი ნაკრების კაპიტანი და რა თქმა უნდა, კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ თვითონ მაისურაძეს დამსახურებაც არის ასევე, რომ არ გამიჭირდა, იმიტომ რომ თვითონ ბიჭებიც
U17-ში ახლა ვინც იყვნენ, U19-ში ეს ბიჭები ვიყავი და ძალიან შეკრული გუნდი ვიყავი და ახლა ის არ იყო დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბიჭებისგან რაღაც კომუნიკაციაში ვიღაც არ შემოდის და რაღაც ესეთი პრობლემები არ იყო ჩვენთან და ძალიან შეკრული გუნდი ვიყავით და კარგი თამაშებიც ჰქონდა. სადღაც არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ისეთი ჯგუფები შექმნა ელიტ რაუნდებში U17-ში და U19-ში. კი, მარტივი არ იყო. ხო, მარტივი ნამდვილად არის. მარტივი არ იყო, მაგრამ იყო შანსები. გამართლება გვჭირდებოდა, იმიტომ რომ U19-ის ელიტ რაუნდის კენჭისყარ რო იყო. ლიტვა და იტალია უნდა მოხსნა, იტალია მოგვივიდა მაინც. თან მესამე ადგილით გამოვიდა იტალია. ნუ არა უშავს, ხანისია ხანასი ხდება ხოლმე. ეხლა ბედნიერი წლები იყო, ბედნიერად გაიხსნა. ხო, ფეხბურთელის ცხოვრებას ხო იცი ზოგადად ყველა ეტაპი რაღაც გარკვეულწილად ბედნიერების მომტანია და მე მიხარია რომ შენ ამ ასაკში უკვე შეგიძლია საფეხბურთო თვალსაზრისით თქვა რომ გქონდა ბედნიერი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მთელი ბედნიერება საფეხბურთო წინ გაქვს ჯერ კიდევ. და ჟილინა უნდა იყოს ამის ტრამპლინი, რომ ძალიან მალე შენ 28 წლამდე გაქვს, ხო? აქ ხელშეკრულება 2028 წლამდე, ხო? წინვალე მონაკვეთია იმისათვის, რომ შენ ფიზიკურადაც გაიზარდო და გამოცდილებაც გაცილებით მეტი მიიღო. კი, რა თქმა უნდა. ეხლა მზადება მიდის კონფერენს ლიგის მეორე ეტაპიდან ვიწყებს და სერიოზულად ვემზადებით, რა თქმა უნდა, ყველათან ავსტრიაში გავივლით ახლა სპორტს და ვფიქრობ, რომ აი ხა ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად. უფრო ფსიქოლოგიური ამბავია ჩემი აზრით და ამიტომ ყველანაირად ვეცდები, რომ რაც შეიძლება კარგად მოვაწონო თავი ახალ სპეციალისტს, შენელს და ვითამაშო ეს დარჩენილი თამაშები. კი, მთავარია რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი სტაბილურად დაიმკვიდრო, იმიტომ რომ სტაბილურობა არის რეალურად ძალიან დიდი წარმატების გარანტი და მე ღრმა წამს რომ შრომის მოყვარე, აი თუ გაითვალისწინებ კაშიას რჩევებს და თუ ზუსტად გადაავლებ მის კარიერას და პროფესიონალის თვალს და აიღებ მაგალითს მისგან აუცილებლად მიაღწევ დიდ წარმატებას. კაი, უნდა დავამთავროთ. მე მგონი საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა, უბრალოდ რახან ზეგ საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში აქვს აქ ამ მოედანზე, რა რჩევას მისცემდი? გაზონი თუ ვარგა? რავი, უთხარი ბიჭებს. კი, გაზონი ერთ-ერთი საუკეთესო არის სლოვაკეთში, იმიტომ რომ ახლად გადააგეს ეს სტადიონი და ყველანაირად გაზონი გასახდელი ინფრასტრუქტურა ყველაფერი 100%-ით მზად არის. ამიტომ ის გადაგჩვენია რომ უგულშემატკივრად საქართველოს ეროვნულ ეს 20 წლამდე ნაკრებს. კი ბატონო. ასე რომ უნდა უგულშემატკივროთ, სხვაგვარად არ გამოვა სანდრო. ქართულს. ძალიან ხო, არიან ისე ქართველები? კი, შედარებით არიან. რავი, რო ვკითხე, ზოგს მითხავ ერთი 2000-3000 ქართული ცხოვრობს აქ. 2000-3000 თუ მოვიდა 1000-იან სტადიონზე გადასარევი იქნება. მაგარი იქნება ძალიან. სანდრო ფანოვის მოსვლა და მე ბიჭები თავისუფლად ეთქიან აუცილებლად. სანდრო, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ სანდრო ნარიმაინძე. გაიცანით და რაც თავარია დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ეს ბიჭი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის და ძალიან მალე მე მაქვს იმის ვარაუდი და იმედი, რომ ეროვნულ ნაკრებშიც იქნება და მე არ დაივიწყო, რომ ეს ინტერვიუ ჩვენ გავაკეთოთ. მოკლედ, ბიჭებს რჩევა მიცა და მოდი შევხედოთ როგორია გაზონი. მოედნი, სადაც 11-ში საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა უნდა ითამაშოს. პოლონეთის წინააღმდეგ ფანტასტიკურ მდგომარეობაშია, ძალიან კარგად გამოიყურება ყოველ შემთხვევაში. ხვალ ჩვენი გუნდი გამართავს აქ, როგორც პოლონეთის ნაკრები, ოფიციალურ საცნო პროცესს მოახლოებული თამაშის წინ და რა თქმა უნდა, გაიმართება ასევე პრესკონფერენცია მწვრთნელების და ბუნებრივია ჩვენ ხვალ აუცილებლად დაგიბრუნდებით. ასე რომ მე ერთი ის გადამრჩენია გითხრათ, რომ გამოყვევით, გამოიწერეთ ჩვენი არხი დვალიშვილთან და მე გპირდებით, რომ ძალიან ბევრ საინტერესო ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ, ვიდეოსაც შემოგთავაზებთ და ძალიან მალე ლაივებსაც შემოგთავაზებთ. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი, თითოეული ჩვენი ჩართვა, რომელსაც ჩვენ ვანხორციელებთ, რასაკვირველია კომპანია ლაგის ინტერნეტის მეშვეობით და აქვე დავამატებ, რომ კიდევ ერთი ჩვენი სპონსორია კომპანია ვიტამინი. ასე რომ მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად და გემშვიდობებით ხვალამდე.